სამყაროშთობის მეგობრებო, თქვენ მოხვდით ტაროს ხელოვნების გვერდზე. ჩემი სახელია მარია და დღეს ისევ და ისევ გიმბრუნდებით ჩემი YouTube-ის არხზე. რაც ყველაზე მთავარია, რატომ ვარ ხალათში გამოწყობილი. ამას აქვს ძალიან საინტერესო მიზეზი. ეს ჩემი ესე რომ დავფრინავ ჩემი თმები ვენტილატორის დამსახურება შორის ვერ დაგანახებს ჩემს ვენტილატორს, მაგრამ ჩემ ვენტილატორს დავარქვი სკუბიდო. იმიტომ რომ არის სტაფილოსფერი და შავი. კი, სკუბიდო დავარქვი ვენტილატორს. რატო ვარ ხალათში გამოწყობილი? დაიწყო აგვისტო. და აგვისტო, რა თქმა უნდა, არის ლომის სეზონი. ჩემთვის ლომი ასოცირდება სილამაზესთან. ზუსტად აღარ მახსოვს რა აფროდიტე რომელ ზოდიაქოსთან ასოცირდება, თუ არ ვხდები სასწორთან, მაგრამ სასწორის გარდა მეორე ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ჩემთვის სილამაზესთან ასოცირდება, არის ლომი. დიახ, ჩემო მეგობრებო, ლომის სეზონზე მიჩნდება სურვილი, რომ ვიყო ძალიან ლამაზი, ვიყო აფროდიტესეული, ვიყო ლამაზი, ვიყო ვარდისფერი და ყველაფერი მქონდეს გოგოშკური და ყველაფერი ლამაზი იყოს დაკავშირებული ვარდისფერთან. ეს არ არის აფროდიტეს დამსახურება, ეს არის ლომის დამსახურება და აგვისტოს დამსახურება. ჩემი სივარდისფრიც არის ლომის დამსახურება ამ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, დღეს ვიქნები ასეთ ფორმაში წარუდგენილი თქვენთან და გარდა ამისა, ჩვენი თემატიკაც ისეთი არის დღევანდელი საჯარო კავშირის, რომ მეც მომეთ ლომებთან მჭიდროდ იქნებით დაკავშირებულები ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ყველაზე მთავარია ჩემო ძებნასებო, რისთვის მოვედი. მოვედი იმისთვის, რომ გითხრათ, რომ ჩვენ დავიწყეთ მარათონი. მარათონს ვიწყებთ YouTube-ზე, რომელიც შეეხება ლომის სეზონს. პირველი გაშლა მარათონის იყო სულ პირველი ვიდეო, რომელიც თქვენ ნახეთ ჩემი YouTube-ის გვერდზე და დამავიწყდა, რომ მაშინ აღმენიშნა და საერთოდ მეხსენებინა, რომ ეს ყველაფერი არის მარათონის ნაწილი. ჩემი YouTube არხი ზუსტად მარათონით მინდოდა რომ გახსნილიყო და ზუსტად ჩვენ ასე შევძლებთ. ჩვენ დღევანდელი სიდიადე, ლომისეულის სიდიადე, თავდაჯერებულობა, რაღაცა ძალიან ესეთი ცეცხლოვანი ენერგიები მთლიანად დაკავშირებული გვექნება აი ამ გაშლასთან და ყველაფერთან, რაც ასოცირდება იდეებთან, ყველაფერთან, რაც ასოცირდება რაღაცა გრანდიოზულ შემოქმედებასთან და ყველაფერთან, საიდანაც ჩვენ ვიღებთ ენერგიას, განწყობას, რაღაცა დრაივს, გარკვეულწილად იდეებს და მე რო ქმნით, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრით რაღაცა გასაოცარ მოვლენებს. ზუსტად 1 აგვისტოს და დღეს 2 აგვისტოსაც გრძელდება, როცა ამ ვიდეოს წერ, არის თქვენ არ ვიცით ის უყურებთ ამ ვიდეოს, სავარაუდოდ როცა ავტვირთავ და მაპდეითეთ, როდის აიტვირთება ეს ვიდეო. ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული ლუგნასადი, რომელიც ასევე ზაფხულის ენერგიებთან არის დაკავშირებული და უმეტესად ამ პერიოდში, რასაც შრომობთ და მუშაობთ ხოლმე, არის ჩვენი ფინანსები, არის ჩვენი იდეები იმისათვის, რომ მოდგომაზე ვიყოთ მოსავლიანები. ესე იგი, 10 სიტყვიდან 9 შემეშალა ოპერაციულობა. თქვენ მისმენთ ჩემი ზეფასება, იმიტომ რომ ესეთი ვარდისფერი ქალბატონის მოსმენები ჩავთ. მოკლედ. კარგი. ესე იგი, დღევანდელი ჩვენი გაშლა ზუსტად დაკავშირებული იქნება აი ამ პერიოდებთან, ჩვენს გადაწყვეტილებებთან იქნება დაკავშირებული და მოდი გადავიდეთ შემდეგ პროცესზე, იმიტომ რომ ეხლა უნდა გაჩვენოთ დასტები, რომელსაც გამოვიყენებ ამ გაშლის განმავლობაში. ერთ-ერთი დასტა, რომელსაც გამოვიყენებ დღევანდელი გაშლის განმავლობაში, ეს არის Divine Nature. Divine Nature დაკავშირებულია საკუთარი თავის სიღრმეების გამოკვლევასთან, ჩვენს თვით თერაპიასთან პარალელურად და ამავდროულად აღმოვაჩინოთ ჩვენს თავში ის ნიუანსები, სადაც ჩაღრმავება და დამუშავების წერტილები გვჭირდება ხოლმე. მეორე დასტა, რომელსაც გამოვიყენებ, ჩემთვის არის ყველა სეზონზე რაღაცა უპრეცედენტო დასტა, იმიტომ რომ ყველაფერს უხდება ხალხო ისეთი არის. ეს არის Golden Wheel, რომელიც ზუსტად დაკავშირებულია წელიწადის პერიოდებთან, ზუსტად ჩვენს შაბაშებთან.
რომელიც მნიშვნელოვან ნიუანსებს ატარებს ყოველთვის ჩვენს ცხოვრებაში და რაღაცა ძალიან დიდ გარდატეხას გვთავაზობს ხოლმე სხვა პერიოდებთან ერთად. მოდი ახლა დავიწყებ გაშლას და მოდი ავერჩიეთ ვარიანტებიდან ერთ-ერთი. რაც ყველაზე მთავარია, არ დაგავიწყდეს ჩემი არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება და ვარიანტების რეზონირებისას ძალიან გთხოვთ დამიკომენტაროთ, რამდენად რეზონირებს ეს ყველაფერი თქვენთვის და როგორ მოგწონს სწორად გაშლები. თუ კი შემომთავაზებთ თქვენთვის საინტერესო თემებს, რაზეც ისურვებთ გაშლას, ძალიან დიდი სიამოვნებით მივიღებ ამ იდეებს და შემოგთავაზებ ზუსტად იმას, რასაც თქვენ ითხოვთ ჩემგან. ახლა კი დავიწყოთ ვიდეოს ყურება. ამერჩიეთ სამი ვარიანტიდან ერთ-ერთი და შემდეგ უკვე დავწყებთ რა თქმა უნდა ვარიანტების ახსნას. პირველი ვარიანტი გვაქვს ესეთი ვარდისფერი სოკო. მეორე ვარიანტი არის მთისბროლის კოშკი და მესამე ვარიანტი გვაქვს ციტრინის ესეთი ლამაზი კოშკი. ენახეთ როგორი გაკარიალებული სუფთაა შიგნიდან, აი მაგიტომ მომწონს. და ქვედა მხარეს აქვს მხოლოდ ესეთი წარმონაქმნები შიდა მხარეს. აი გიშდები სემენტის კოშკებზეც, გიშდები ციტრინის კოშკებზეც და ყველანაირი სახის კოშკი, რაც კი არსებობს, მე მგონი მინერალებში ყველაფერი ძალიან მიყვარს. ხოლო სპონსორობა შეგიძლიათ გამოჩნდეთ და მასპონსოროთ კოშკებით. მე კი აუცილებლად გახსენებთ ვიდეოში და რეკომენდაციას გავუწევ თქვენს მაღაზიას. თუ კი დავწუნდები, რომ ნამდვილ ქვებს მიგზავნით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ქვებში ხარისხი მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს ვარიანტების ჩაფიქრება უკვე მოასწარეთ. არ დაგავიწყოთ ჩემი არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება, ჩვენ კი დავიწყოთ გაშლა. მოგესალმებით, პირველი ვარიანტი, ვინც აირჩიეთ ვარდისფერი კვარცის სოკო. ესეთი სოკო. ეს არის თქვენი გაშლა, ჩვენ კი შეგვიძლია დავიწყოთ ახსნა. პირველი შეკითხვა გვაქვს ასეთი. რა თამამი დასაწყისისთვის იმყოფები ახლა მზად, სადაც ამოგვდის ხუთიანი პენტაკლების მინერალი. ხუთიანი პენტაკლების ამ შემთხვევაში ბორბლების გვესაუბრება იმაზე, რომ თქვენ ახლა ამ მომენტში მაინც და მაინც თამამი გადაწყვეტილებისთვის მზად არ იმყოფებით. ამ შემთხვევაში ეს თამამი გადაწყვეტილებები უფრო მეტად დაკავშირებულია იმასთან, რომ ითხოვოთ დახმარება ვინმესგან, თუ კი ეს გჭირდებათ, ან გადაწყვიტოთ ის ფაქტორი, რომ დროებით ბიუჯეტი შეამციროთ ხარჯველობასთან დაკავშირებით. თითქოს თქვენი ენერგიები ახლა მომწიფებული არ არის მთლად სხვა თამამი გადაწყვეტილებებისთვის, რაც უფრო ესე რა ვთქვათ, შეიძლება დიად იდეებს ეხებოდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ გეტყვით, რომ თქვენი მზაობა დაკავშირებულია იმასთან, რომ თქვენი ხარჯები გადაანაწილოთ და უფრო ბიუჯეტურად დაიწყოთ რაღაცა საქმე, რომელზეც აქამდე შეიძლება გეპიტნავებოდათ მუშაობა, არ იღებდით, რომ შეიძლება ამაზე გემუშავოთ, ხო, რაღაცა ისეთი საქმიანობა შეიძლება გქონდეთ ამ მომენტში ჩაფიქრებული, რომელიც იქამდე აი ყველაზე ბოლო იყო, ალბათ რასაც აირჩევდით, მაგრამ აი ეხლა ამ მომენტში ვფიქრობ ის მომენტი დგას, როდესაც დროა ეს გადაწყვეტილება მიიღოთ და ჩაერთოთ საქმიანობაში, რომელიც ცხოვრების ამ მომენტში ხელს გაგიმართავთ. შეიძლება ეს ვინმეს დახმარების თხოვნაც იყოს, ვიღაცის მხრიდან დახმარება, რაც გაგიუმჯობესებთ თქვენს ფინანსურ ძალას ამ შემთხვევაში. გარდა ამისა, თუ კი უჩივით ამ პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემას, ან ისეთი ტიპის მოდი ვიტყვი, რომ აი ჯანმრთელობასთან დავაკავშირებ მაინც და გეტყვით, რომ ისეთი ტიპის პრობლემას, რომელიც შეიძლება აი რაღაცა ძალიან სერიოზული არ არის, მაგრამ სამომავლო პერიოდში სარისკოა, რომ წავიდეს უფრო რთული ტენდენციით, ფიქრობთ, რომ დროა ამაზე მიაკითხოთ ვინმეს, ვინც დაგეხმარებათ მოგვარებაში, სანამ რაღაც უარეში გადაიზარდება, ხო? გარდა ამისა, თუ
თუ კი გრძნობთ, რომ ბოლო პერიოდია მარტო ხართ, რაღაცა შემოგაკლდათ ირგვლივ ადამიანები, შეიძლება ვიღაცას პარტნიორთან აქვს რაღაცა პრობლემა, მეგობრებთან აქვს პრობლემა, რაღაცა თითქოს განსდარჩება იმისი, რომ მარტო ხართ და თითქოს მზად ხართ აღიაროთ, რომ გეშინიათ მარტო დარჩენის, მარტო ყოფნის, რომ ესე რომ ვთქვათ, რთულ დროს, როგორც იტყვიან, წყლის მომწოდებელი არ მეყოლებაო, მაგრამ მე გეტყვით, მეგობრებო, რა სამყარო ყოველთვის ყველას უწვდის ხელს, რა ტიპის დახმარებას არ უნდა იყოს, თავარია თქვენ ითხოვოთ ამისთვის რა გსურთ. სად ითხოვს თქვენი შემოქმედებითი ცეცხლი გაღვივებას? თქვენი შემოქმედებითი ცეცხლი გაღვივებას ითხოვს თქვენს მოქმედუნარიანობაში და სწავლაში, როგორ იყოთ დამოუკიდებელი. უნდა გაიაზროთ ის ფაქტორი, რომ ყოველთვის ვიღაც გვერდით არ გიყოლებათ და საჭიროა დამოუკიდებელი ნაბიჯები გადადგათ. სამყარო ახლა სწორედ გასწავლით იმას, როგორ გაუმკლავდეთ ნებისმიერი ტიპის პრობლემასა თუ საკითხს დამოუკიდებლად სხვისი დახმარებისა და მეთვალყურეობის გარეშე. როგორ იყოთ პასუხისმგებელი მთლიანად საკუთარ თავსა და გადაწყვეტილებებზე და თქვენი მოქმედება განაგებდეს თქვენს შედეგებს. შესაბამისად, ცხოვრების ამ მომენტში თქვენი შემოქმედებითი ცეცხლი გაღვივებას ზუსტადაც რომ შემოქმედებაში ითხოვს და მუშაობაში, თქვენს გადაწყვეტილებებში ითხოვს ენერგიის ჩადებას და გარდა ამისა, აი ეს თქვენი შინაგანი ძალა და ენერგია უნდა მომართოთ მთლიანად იმაზე, რომ თქვენი საჭიროებები დაიკმაყოფილოთ ცხოვრების ამ მომენტში, რადგან ეს ახლა პრიორიტეტულია თქვენს ცხოვრებაში. საიდან აიღებთ ინსპირაციას და რას გთავაზობთ სამყარო ცხოვრების ამ მომენტში ამასთან დაკავშირებით? თქვენი ინსპირაცია შეიძლება წამოვიდეს შემოქმედებითი ბუნებიდან, ანუ რაღაცა ხელსაქმე გეხერხებოდეთ და აქედან იღებდეთ ინსპირაციას, ვიღაცას ხატვა აინტერესებდეს, ვიღაცას ქარგვა აინტერესებდეს, არ ვიცი. რაღაცა ხელსაქმე ძალიან კარგად გამოგდეთ. სხვადასხვა აქ შეიძლება ვიღაცას მანდალების ხატვა გამოგდეთ ძალიან კარგად, ან არტ თერაპია და თითქოს სამყარო თქვენგან ახლა ითხოვს ზუსტად იმას, რომ რაც ისწავლეთ და არაშიც აქამდე შრომა და ენერგია ჩადეთ, მოდი რა გამოიყენე, გააქვს უკვე პროფესია და დროა დაიწყო ამის რეალიზება და ტყუილა რაღაცებს ნუ ელოდები, ხო? მიზეზებს მე ესე ვეძახი ხოლმე. მიზეზებს ნუ ეძებ იმისთვის, რომ არ იმოქმედო. გარდა ამისა, თქვენი ენერგია და ინსპირაცია ამავდროულად მოდის თქვენი წინაპრებიდან, უშუალოდ მამის ხაზიდან. შეიძლება არის რაღაცა ოჯახური საქმიანობა, რომელიც გაგრძელებას მოითხოვს, ან შეგიძლიათ რომ გააგრძელოთ. ან თუნდაც თქვენი პასუხისმგებლობაა, რომ ის გააგრძელოთ. ძალიან ერთეულების შემთხვევაში, მაგრამ გეტყვით, რომ შეიძლება აქ ვიღაცასთან გარკვეული ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. გულისხმობ ერთ-ერთი ოჯახის წევრის გარდაცვალებას, რამაც შეიძლება პასუხისმგებლობა გადმოიტანა თქვენზე. ან ოჯახი დაანგრიეთ და პასუხისმგებლობები გადმოვიდა თქვენზე და ახლა თითქოს თავს გრძნობთ ძალიან მარტოდ, თითქოს მხარს არავინ არ გიჭერთ, მაგრამ რეალურად თქვენი საგვარეულოა ყველაზე მეტად გიჭერთ მხარს, თქვენი წინაპრები გიჭერენ მხარს. თქვენი შინაგანი ძალა გიჭერთ მხარს, ამიტომ ნუ დააიგნორებთ ამას და მადლიერი იყავით ამით და მაქსიმალურად გამოიყენეთ ყველანაირი ის დახმარება, რომელიც გეძლევათ, თუნდაც არა პირდაპირ, ხო? აი შეიძლება ესე ადამიანი არ მოდის და არ გეუბნებათ, რომ აი მოდი, გამომართვი ეს რაც გჭირდება, აიღე. მაგრამ ეს არის არაფიზიკური და პირიქით სამყარო გეუბნებათ იგივეს, რომ აი გაძლევ, დაინახე, აიღე, გამოიყენე, ან განიშნებს უკვე რაც გაქვს. და იმის გამოყენებაზე მიგითითებს, იმიტომ რომ ზოგადად აქ მეგობრებო, ხუთიანების პენტაკლები და ათიანების უბრალოდ ფორტუნა ამ შემთხვევაში ერთმანეთთან დაკავშირებულია, როგორც მთლიანობაში დიდი ხნის მანძილზე დაგროვილ ცოდნასთან და გამოცდილებასთან, რომელიც დიდი ხანია დაღვინებულია და მოითხოვს აქტივაციას კვერთხების დედოფლის საშუალებით. ანუ თქვენი გადაწყვეტილებით, რომ დროა რეალიზება დაიწყოთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეიძლება მარტივი არ იყოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია. უბრალოდ რაღაცით უნდა დაიწყოთ ამ მომენტში.
რჩევაში ამოგდით Stand for Justice. ეს მდგომარეობს იმაში, რომ ყოველივე ის, რაც იქნება თქვენი ნაბიჯი, იქნება შესაბამისად დაფასებული. თუ კი არ იმოქმედებთ, რა თქმა უნდა, ამასაც თავისი შედეგები მოყვება. გარდა ამისა, კარგი იქნება თუ მიაქცევთ ყურადღებას კანონდებრივ დოკუმენტაციას. აი მაგალითად შეიძლება ვიღაცას ანდერძი ჰქონდეს რაღაცა დანატოვარი და რაღაცა ანდერძად დაგრჩათ ქონება და შეიძლება წარმოდგენა არ გაქვთ ამის შესახებ მაგალითად, ხო? ან შეიძლება მემკვიდრეობით თუ მეუღლეს ეხება ის შვილი დაგრჩათ, ვიღაცას და დაგრჩათ, ძმა დაგრჩათ, ხო? მისახედი ესე რომ ვთქვათ, რომელიც ყურადღებას მოითხოვს, სამყარო გეუბნებათ, რომ ყველაფერი გამოგივათ, უბრალოდ ეცადეთ ყველაფერთან მიმართებაში იყოთ სამართლიანი, მათ შორის საკუთარ თავთან. საკუთარ თავთან სამართლიანობა ნიშნავს იმას, რომ თქვენ შემდგომ ნაბიჯებს იმაზე უფრო შესაფერის ფორმას მოუფიქრებთ გადაჭრისთვის, ვიდრე დაუშვათ იქამდე დაუფიქრებელ აზრებზე და გადაწყვეტილებებზე გქონდათ ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანია ახლა თქვენთვის დაინახოთ რა ნიჭს ფლობთ. რამდენად იღბლიანი ადამიანი ხართ, ამასაც გეტყვით, იმიტომ რომ საერთოდ ხუთიანების პენტაკლები, კვერთხების დედოფალი, ბორბალი, მეგობრებო, ეს ყველაფერი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ასოცირდება რომ თქვენ ხართ იღბლიანი ადამიანი. თქვენი ცხოვრებიდან რაღაც იმიტო გეცლებათ, მოდი ესე ვიტყვი, ფეხქვეშ. ეხლა როგორც ზინდათ ისე გაიგეთ ჩემი სიტყვები, შეიძლება ძალიან არ გესიამოვნოთ და მერწმუნეთ, მომავალში მიხვდებით ამას რატო გეუბნებით. ეს ყველაფერი ხდება, იმიტომ რომ მომავალში რაღაც ისეთი რამ იხარშება თქვენი ცხოვრებისთვის, რაზეც შეიძლება ახლა წარმოდგენა არ გაქვთ. თქვენი იღბლიანობა ზუსტად ვლინდება იმაში, რომ ზუსტად ასეთ კრიზისულ მომენტებში თქვენი თავი, სამყარო ხდება თქვენი გადამრჩენელი. გადამრჩენელში არ გულისხმობ, რომ ესე ვიღაცა ხელს მოკიდებთ და წაგიყვანთ და გადაგარჩენთ, აი როგორც რა ვიცი, დღესაც გონია ხოლმე, რომ ჰარი პოტერთან რო თავის დროზე წერილით მივიდნენ, რომ აბა მოდი ჰოგვორტსში წაგიყვანო, რაღაცა გიშველი, რა სუდი დეი დაგყავს, უი, რაღაცა უტუტუტუ, ანუ არა. თქვენ ხართ აქ ყველანაირი გადაწყვეტილება, თქვენ ხართ აქ ყველანაირი ნაბიჯი. ამიტომ საშუალოდ აქ არავინ არ მოვაჩამოს უფასება, უნდა იმოქმედოთ თქვენით და როდესაც თქვენით იმოქმედებთ, სამყარო სიტუაციურად აგაწყობთ. ისე, რომ ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ მოიწყობა. რაც არ უნდა გასაკვირი უნდა იყოს ეს. ზუსტად ამ დროს გაჩვენებთ სამყარომ მხარდაჭერას, როდესაც გგონიათ, რომ აქ გამოსავალი არ არსებობს. მაგრამ რეალურად თქვენი ნაბიჯები იწვევს აი ამ გამოსავლებს ზუსტად, იმიტომ რომ იზიდავთ ამ ენერგიას თქვენს ცხოვრებაში და ყველაფერი ეწყობა ისე, რომ ყველაფერი თქვენ გეხმარებათ. შეიძლება ყველა კიდეც, იმიტომ რომ ჩნდებიან ამ დროს ასეთი ადამიანები თქვენს ცხოვრებაში, ვინც მაშველად გევლინებიან ხოლმე, ესე რომ ვთქვათ, გარკვეულ პერიოდში, ხო? ამიტომ დაინახეთ უბრალოდ ეს ყოველივე და მიყევით თქვენს ინტუიციას. დიდი მადლობა პირველი ვარიანტი ყურადღებისთვის, გამიხარდება თუ დამიკომენტარებთ ეს ვარიანტი რამდენად რეზონირებს თქვენთვის. არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, ეგრეთ წოდებული და subscribe-ება, როგორც ამას YouTube-ზე ვეძახით. და კომენტარით მოკლედ ეს ყოველივე და პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის გელით Instagram-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ზე პირად შეტყობინებაში. ან შეგიძლიათ Star-Room-ზე პირდაპირ მონიშნოთ თქვენთვის სასურველი დღე და დრო კონსულტაციისთვის, რომელიც სარიელი გრაფა იქნება და ავტომატურად ჩაიწერებით კონსულტაციაზე. მადლობა სიხდით ყურადღებისთვის, მე კი დაგემშვიდობებით დროებით. მოგესალმებით მეორე ვარიანტი, ვინც აირჩიეთ მთის ბროლის კოშკი, ასეთი ლამაზი კოშკი. ნახოთ რა იმალება თქვენი ვარიანტების პასუხებში. დავიწყოთ. თქვენთან მოხდა ესეთი შემთხვევა, რომ მეორე კითხვაზე ამოგვივიდა, ხელს ამოყვა ესე რომ ვთქვათ, ორი არკანი. და რა თქმა უნდა, ამასაც წავიკითხავთ.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცა ძალიან განსაკუთრებულია რომელიმე ვარიანტი, ან იქ თუ ამოვიდა, იქ რატო არ ამოვიდა და ასე შემდეგ. უბრალოდ ეს ასე მოხდა, იმიტომ რომ ასე იყო საჭირო და ნუ განაცხადებით თუ კი თქვენს ვარიანტში დაუშვათ არ ამოვიდა რომელიმე კითხვაზე სხვა ორი არგანი. კარგი, პირველი შეკითხვა არის ასეთი. რა თამამი დასაწყისისთვის იმყოფებით მზად მეორე ვარიანტი. თქვენი თამამი დასაწყისი იქნება ის რომ ვიღაცა აქ უძრავი ქონების მხრივ ვფიქრობ კარგი დასაწყისი იქნებოდა ან შეძენა ან რაიმე ბიზნესის დაწყება. მეფე პენტაკლების დისკების ამ შემთხვევაში გვესაუბრება იმაზე, რომ თქვენ ან უნდა დაიწყოთ რაღაც დიდი ბიზნესი, რომელიც დაკავშირებული იქნება ან კომპანიასთან, ან ისეთი ტიპის მუშაობასთან, რომელიც მზარდია და მუდმივად დინამიკაშია მოძრავია, მაგრამ სტაბილური, ან კიდევ პირდაპირ მნიშვნელობით გეტყვით, რომ ეს დაკავშირებულია უძრავ ქონებასთან. უძრავი ქონების შეძენა თქვენთვის მომგებიანი იქნება როგორც კომერციული მიზნით, ისე საცხოვრებელი მიზნებით, იმიტომ რომ თქვენ მზად ხართ ამ დასაწყისისთვის. მეცეს გეტყვით, ზოგიერთი თქვენთაგანი აქ მზად ხართ დაოჯახებისთვის, საკმარისად მომწიფებული ხართ, თქვენი გონებაც, თქვენი ცხოვრებაც მომწიფებულია იმისთვის, რომ თქვენ დაოჯახდეთ. ძალიან საინტერესო. გაშლა გვექნება, ვფიქრობ, კარგი. სად ითხოვს თქვენი შემოქმედებითი ცეცხლი გაღვივებას მეორე ვარიანტი. თქვენი შემოქმედებითი ცეცხლი გაღვივებას ითხოვს, აქაც ოჯახის კარტი გვაქვს, ხო, თქვენს პირად ცხოვრებაში მეგობრებო, თქვენს პირად ცხოვრებაში ითხოვს თქვენი შემოქმედებითი ცეცხლი გაღვივებას, ვისაც უკვე ოჯახი ყავთ, გეტყვით, რომ კარგი იქნება მე დროს თუ დაუთმობთ საკუთარ ოჯახს ეზრუნვას, ამ ბოლო პერიოდში შეიძლება სახლის საქმეები დაგიგროვდათ და მოაკელით ყურადღება და ამას სჭირდებოდეს თქვენი მხრიდან აი მეტი კონცენტრაცია რა. აქ ძალიან საინტერესოდ გეტყვით კიდევ ერთ ფაქტს, რომ ვიღაცა შეიძლება ბავშვის ყოლისთვისაც იყოთ აქ უკვე მზად, ვისაც უკვე ოჯახები ყავთ, გეტყვით, რომ შეიძლება პარტნიორის მხრიდან არსებობდეს სურვილი, რომ შვილი ყავდეთ, ან თქვენგან შვილი სურდეს, ან პირიქით თქვენ სურდეთ მისგან შვილი და სამყაროც, ასე რომ ვთქვათ, წყალობას გაძლევს, საერთოდ თასების რაინდით თამაშდება ხოლმე როგორც ანგელოზის წყალობა. ანგელოზის წყალობა, ნახეთ, აი იქ არის როგორ ნათლობის საბანში არის ბავშვი გახვეული. ანგელოზის წყალობა არის ზუსტად იმასთან დაკავშირებით, რომ დროა რომ ასე რომ ვთქვათ, იყოლიოთ ბავშვი და თქვენ ამისთვის წყალობა ნამდვილად გექნებათ, ან პირველი ნაბიჯი დაიწყოთ დაოჯახებით და ბავშვის საკითხებს შემდგომ მიიღეთოთ, ხო? ზოგიერთთან ეს გათამაშდება როგორც ძალიან იშვიათად ვურჩევ ხოლმე ამას ადამიანებს, მაგრამ რადგანაც ეს კომბინაცია მიზეს, გეტყვით, რომ თქვენი შემოქმედებითი ცეცხლი გაღვივებას ითხოვს თქვენს რწმენაში, ისეთი ტიპის რწმენაში, სადაც მოგიწევს ჩამოყალიბდეთ, რომელი სისტემის მიმართულებაში ვსურთ ყოფნა. იქნება ეს რომელიმე რელიგია, თუ არა რელიგია და უფრო ფილოსოფიისკენ ან მაგიისკენ წასული რწმენებულებები, თქვენ უბრალოდ მოკლედ ვის მოედანზე თამაშობთ, უნდა გაერკვეთ რა, მოდი ესე გეტყვით. სამყაროს წყალობა გაქვთ ამისთვის და არჩევანის გეძლევათ. ანუ ის არ არის გადაწყვეტილად, რომ აი გინდა თუ არა რომელიმე რელიგიაში უნდა იყო, მაგრამ არჩევანი გაქვთ, რომ დროა აირჩიოთ. უბრალოდ სამყარო თქვენი მხრიდან მოითხოვს გადაწყვეტილების მიღებას, ვის მოედანზე ვსურთ თამაში, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ფაქტორი, რომ გაითვალისწინოთ. გარდა ამისა, მაინც უნდა გავაჟღერო ეს ფაქტორი და მე გეტყვით, რომ აქ ვინაიდან ეს როგორც აქტივაცია ენერგიის შემოქმედებითი ბუნების მეგობრებო, აი აქ რომელიმე სისტემაში, რომელ რელიგიაში სიმყოფებით და თქვენ თუ ყავთ შვილი, ან ჯერ არ ყავთ და მომავალში გეგმავთ ამას, კონკრეტული ეგრეგორი ითხოვს იმ ტიპის ნათლობას, რომელი ტიპის ეგრეგორში სიმყოფებით. არ ვიცი, თუ მუსლიმანი ხართ, მუსლიმანურად გააკეთებთ ამას,
თუ ქრისტიანი ხართ, ქრისტიანულ ნათლობას ჩაატარებთ, თუ არც ერთი არ ხართ, სადაც ხართ იმის შესაფერის ტრადიციას ჩაატარებთ. მოკლედ რაღაცა უნდა ჩამოყალიბდეს მადლიერებით და კიდევ ერთი ინფორმაციას წამოვიღებ აქედან გამიკვირდა საჯარო გაშლაში რაღა დაგიმალოთ ასეთი ინფორმაცია, მაგრამ ალბათ ერთეულებს შეეხება ვინც მიყურებს. გეტყვით იმას, რომ ინიციირებას მოითხოვს კონკრეტული ტრადიცია თქვენგან, იმიტომ რომ თქვენ ამისთვის მზად ხართ. შეიძლება ეს მოხდეს როგორც სიზმრის მიერად, თქვენი ინიციაცია, ასევე მოხდეს თქვენივე ნებით მატერიალურად, ხო? შეიძლება რომელიმე მაგიურ ტრადიციაში იმყოფებით, რომლის ინიციირებისთვისაც იმზადებოდით, ან შეიძლება არ ცელოდით ამ ინიციაციისთვის, მაგრამ თქვენ საკმარისად მომწიფებული ხართ ამისთვის, ხო? ძალიან საინტერესოა. კარგი. თქვენი შემოქმედებით ცეცხლი ერთი სიტყვით გაყურებას ითხოვს თქვენს წმენაში და გადაწყვეტილებებში, მთელი თქვენი შემოქმედებითობა ჩააქსოვეთ, თუნდაც ნებისმიერი ტიპის დიზაინში. კიდევ ერთი ინფორმაციას გაგიჟღერებთ აქ და გეტყვით, რომ შეიძლება ვიღაც ან პროფესიით არის დიზაინერი, ან რაიმე ისევს აკეთებს, რაც დიზაინთან არის დაკავშირებული და კარგი იქნება ყველაფრის იმ ვიზუალურ ფორმაზე თუ იმსჯელებთ, კი არა და იზრუნებთ, რასაც აკეთებთ. აი მაგალითად, მე თუ YouTube-ს ვაკეთებ, მე უნდა ვიზრუნო, რომ ბექგრაუნდი მქონდეს ლამაზი, გარემო იყოს შესაბამისი, არ ვიცი, ალბათ შესაბამისად უნდა მეცვას და ასე შემდეგ. მსგავსი ტიპის საკითხები, ანუ გააფორმეთ, ყველაფერი რასაც აკეთებთ, გააფორმეთ და გაალამაზეთ. თქვენს სახლს თუ შეიძინეთ, ამ შემთხვევაში გეტყვით, რომ იზრუნეთ სახლის ინტერიერზე და ყველაფერი ეცადეთ, რომ დეტალურად იყოს ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ თქვენ რამდენიმე იდეა უკვე გააქვთ, ფიქრობ ამასთან დაკავშირებით. მაგრამ უფრო მოითხოვს კიდევ უფრო კარგ ჩამოყალიბებას. თუ კი ჯერ კიდევ არ არის ეს ყველაფერი სრულფასოვან ფორმაში მოყვანილი, იმისათვის რომ ეს ენერგია მოიზიდოთ თქვენთან უფრო ჩქარა, იზრუნეთ იმაზე, რომ გონებაში ჩამოიყალიბოთ, როგორი გინდათ, აი მაგალითად სახლი თუ გინდათ, როგორი სახლი გინდათ, როგორი დიზაინი გინდათ, როგორ გქონდეს, რა ვიცი, კორპუსის სახლი გინდათ თუ ფიზიკური სახლი გინდათ, აუზით თუ აუზის გარეშე, თუ აუზით გინდათ, როგორი რა ფერის აუზი გინდათ, რომ იყოს. მოკლედ, ყველაფერი გონებაში გაწერეთ, ჩამოაყალიბეთ, გაალამაზეთ და მერე რა თქმა უნდა გადმოიტანეთ მატერიაში და სამყაროს დაგეხმარებათ ამაში ენერგეტიკულად. საიდან აიღებთ ინსპირაციას, რას გთავაზობთ სამყარო? სამყარო გთავაზობთ ინსპირაციისთვის ძალიან აი ესეთ ვიტყოდი შეგრძნებით კომფორტისეულ მოვლენებს. აი სამყარო ინსპირაციის სახით გთავაზობთ ბუნებას, რადგანაც დავუკავშირე მაინც ბუნებას, ინსპირაციას გაძლევთ ყველანაირი სახის კომფორტი და თავისუფლება და ამავდროულად ყველაფერი ის, რაც თქვენს აი გონებაში გინდოდათ, რომ გქონოდათ, აი მინდას ჟინით, თქვენი ინსპირაცია იქნება ეს მინდები. თქვენი ინსპირაცია იქნება ამავდროულად თქვენი ოჯახი, შეიძლება იდეები აიღოთ სხვადასხვა ადამიანებისგან, ან რაღაცა გირჩიონ და ეგ გაითვალისწინოთ, ან არ გაითვალისწინოთ, შეეწინააღმდეგოთ და ამაში მოვიდეს რაღაცა გარკვეული აზრები. მოკლედ, ბევრი კონფლიქტები ოღონდ სასიამოვნო კონფლიქტები გელოდებათ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ რა ჯობია და აქედან ჩამოყალიბდება კონკრეტული იდეები. ვიღაცები გაჯიუტდებით, ვიღაცები არ გაჯიუტდებით. ერთიც და მეორეც იქნება გადასარევი მიდგომა, იმიტომ რომ ნებისმიერი ტიპის დაპირისპირებაში ან არადაპირისპირებაში იდეები მოვა. და ეს იდეები მერე ჩამოაყალიბებს სრულფასოვან ფორმას, ის რაც უნდა იყოს საბოლოოდ. რჩევაში ამოდის ალქიმია. ძალიან დიდი ცვლილებებია ეს ყველაფერი, ეს არის მთლიანად რეგენერაცია. ყველაფერი არის ის, რაც ახლა მე გესაუბრეთ გაშლის განმავლობაში. ეს არის შეცვლა, ტრანსფორმაცია, ცვლილება ერთი ფორმიდან მეორეში, ხო?
როდესაც ადამიანი ინიციაციას გადის, რა თქმა უნდა, ერთი ფორმიდან მეორეში გადადის, სხვა ცნობიერებაში გადადის ალქიმიურად. როდესაც სახლის რემონტს აკეთებთ, აქედანაც, რა თქმა უნდა, ერთი შეცვლა მეორე სხვა უკეთეს ფორმაში ხდება, ხო? მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელეთ თქვენს ცხოვრებაში. აი ეს იქნება სამყაროს რჩევა და შეცვალეთ ძალიან ბევრი რამე თქვენს ცხოვრებაში, მათ შორის საკუთარ თავშიც და საკუთარ ცნობიერებაშიც. თუ კი არსებობს თქვენში რაიმე ისეთი დაბრკოლებები, რასაც გრძნობთ, რომ როგორც შიში ისე შემოდის თქვენს ცხოვრებაში, რატომაც ამ გადაწყვეტილებებს არ იღებთ, ამაზეც იმუშავეთ და მისთვის საპირისპირო თვისებაში ან ენერგიაში გადაიტანეთ. თუ შიში არის, გადაიტანეთ მოტივაციაში, მონდომებაში, ხო? პირიქით, ანუ რო აი გამომჯობესებ, გამომივა შევძლებ, აი ეს შიშის ენერგია უნდა შეცვალოთ აუცილებლად, იმიტომ რომ აღარ იყოს ზედმეტი შეფერხებები თქვენს ცხოვრებაში, ხო? რა არის ალქიმია? ეს არის ერთი ნივთიერების მეორედ გარდაქმნა, ხო? შესაბამისად, გამოიყენეთ ეს უნარი, რომელიც ცხოვრების ამ მომენტში გეძლევათ და გადადგით კონკრეტული ნაბიჯები. დიდი მადლობა. მესამე ვარიანტი ყურადღებისთვის ძალიან ღრმა და საინტერესო ვარიანტი გქონდა ნამდვილად. ეხლა კი გადავიდეთ მესამე ვარიანტზე. ადე გავიწყოთ ჩემი არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება და დაკომენტარება, რამდენად რეზონირებს ეს ყოველივე თქვენთვის. ჩვენ კი გადავიდეთ კიდევ ერთხელ ვიტყვი მესამე ვარიანტზე. დროებით. მოგესალმებით, მესამე ვარიანტი, ვინც აირჩიეთ ციტრინის კოშკი. მოდი დავიწყოთ თქვენი ვარიანტის ახსნა. მესამე ვარიანტი. რა თამამი დასაწყისისთვის იმყოფებით ახლა მზად? თქვენი დასაწყისი ახლა დაკავშირებულია რეალობის დანახვასთან იმ ფორმაში, როგორიც ის რეალურად არის. თქვენი დასაწყისი დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩაიხედოთ საკუთარ გონებაში, საკუთარ სულში, მიაქციოთ მეტი ყურადღება რა გსურთ, ვინ ხართ, რა გამოიარეთ თქვენს ცხოვრებაში, აკვირდებით ხო, როგორი ჩაღრმავებულია ეს ადამიანი, მდინარეს უყურებს, აკვირდება თავის თავს და ფიქრობს, ალბათ ფიქრობს რა გაიარა, რამდენი რამის გავლა მოუწია და კიდევ რა ელოდება წინ, ხო? ნახეთ, თითქოს არსულის კარები, ან საერთოდ სამყაროს კარები მისთვის გადაკეტილია აი ამ ხმლების მეშვეობით, მაგრამ რეალურად არაფერი არ არის გადაკეტილი, ხო? თოკებია და ნებისმიერ დროს შეუძლია ან გვერდი შემოუაროს, ისე გავიდეს, ან აიღოს ეს ხმლები და გაიაროს, ხო? უბრალოდ ცოტა ხანი თითქოს საკუთარი თავისთვის ესაჭიროება დროის დათმობა, იმიტომ რომ ნახეთ შემდეგ არკანში სად ითხოვს თქვენი შემოქმედებითი ცეცხლი გაღვივებას არის იმაში, რომ თქვენს თავს ის ილუზიური მარყუჟები უნდა მოაშოროთ, რაც რეალურად გგონიათ, რომ გაქვთ. თქვენ რეალურად შეგიძლიათ იმის ანალიზი, სად და რაში არის პრობლემის გამოსავალი. თქვენ რეალურად ეს კარგად იცით, მაგრამ გეშინიათ ამ პრობლემიდან გამოსვლის, ამ კომფორტის ზონიდან გამოსვლის. რუიანის ხმლები ზოგადად გვესაუბრება იმაზე, რომ კომფორტის ზონიდან გამოსვლის შიში არსებობს, არადა რეალურად იცის რა უნდა გააკეთოს, რაშია გამოსავალი. თითქოს თქვენ გსურთ, რომ თქვენ შინაგან შემოქმედებით ცეცხლს სურს, რომ ერთხელ და სამუდამოდ გააკეთოს ეს და დაამთავროს უკაცრავად თავისი პრობლემა. უკაცრავად. ერთხელ და სამუდამოდ სურს, რომ დაამთავროს თავისი პრობლემა, მაგრამ ეშინია ამის დამთავრების, იმიტომ რომ არ იცის, ვერ ხედავს, რა იქნება შემდეგ, ამის შემდეგ თუ კი ეს ტკივილი აღარ იქნება. საიდან აიღებთ ინსპირაციას, რას გთავაზობთ სამყარო არის თქვენი დასვენება და თქვენი სიზმრები. ინსპირაციას მოხსენებთ, მეგობრებო, თქვენ დასვენება, იმიტომ რომ თითქოს ძალიან გადაიღალეთ. თუ კი მოახერხებთ და ცოტა ხნით კარგად გამოიძინებთ,
დიდი სიამოვნებით აიღებთ შემდგომ აქედან ინსპირაციას. გარდა ამისა, ინსპირაციას აიღებთ ცოტა გასეირნებით ვიტყოდი, შეიძლება ისეთ ადგილას, სადაც ცოტა ხანი განმარტოვებულები იქნებით, სადაც საკუთარ თავთან დარჩენის და ფიქრის დრო გექნებათ და თანდათან ჩაღრმავებით წამოვა აზრი. ზოგიერთი შემთხვევაში გეტყვით, რომ აქ ინსპირაციას აიღებთ მედიტაციიდან, შეიძლება მედიტაციის დროს გქონდეთ ძალიან საინტერესო მოგზაურობა, საიდანაც ბევრ ახალ იდეას და მოდი ესე რომ ვთქვათ, რესურსებს წამოიღებთ, ხო და აქ გეტყვით, რომ ვიღაცა რეგრესული ჰიპნოზიდანაც კი აიღებს ძალიან კარგ გამოსავლის საშუალებას, რაღაცა ისეთ მნიშვნელოვანს დაამუშავებთ, რაც თავის დროზე გეჩვენებოდათ, რომ გადასალახად იყო შეუძლებელი. სხვათაშორის, ვისაც ვსურთ, რომ რეგრესული ჰიპნოზი გაიაროთ, შეგიძლიათ მომმართოთ, მე ვატარებ რეგრესულ ჰიპნოზს ონლაინ ფორმატში, სამწუხაროდ პირადად ჯერჯერობით ვერ ვახერხებ ვერავის რომ მივიღო, მაგრამ ჩვეულებრივად ვიდეო კოლით უკეთდება ეს ყველაფერი და თუ სურვილი გექნებათ ამასთან დაკავშირებითაც შეგიძლიათ დამიკავშირდეთ. სერტიფიცირებული ვარ ამ მიმართულებით, ეს თუ გაინტერესებს და ეჭვებს თუ არ იწევს ეს თქვენთვის, ყოველ შემთხვევაში სერტიფიცირებული ვარ სრულად ამასთან დაკავშირებით და მაქვს შესაბამისი კვალიფიკაციაც ამ ფორმატში. მოდი დავუბრუნდეთ ჩვენს გაშლას. ინსპირაცია კიდევ შეიძლება წამოვიდეს სხვათა შორის ყვავილებიდან. ყვავილები ზოგადად იძლევიან აი როგორ რაღაცას იცით ჯერ ხო სასიამოვნო განწყობას და ჩვევიათ ინტუიციური საუბრები. ეხლა გაგიკვირდებათ რაზე ვსაუბრობ, ხო, რას ყვავილები გვესაუბრებიან, შიზოფრენია ხომ არ მაქვს? არა, შიზოფრენია არ გაქვთ. ყვავილები ნამდვილად საუბრობენ და თქვენ ეს საუბარი გესმით თქვენი აზრებით. ანუ თქვენ შეიძლება მომენტში გეგონოთ, რომ თქვენ ფიქრობთ, მაგრამ რეალურად ყვავილები გესაუბრებიან იდეებს. რა თქმა უნდა, მაშინ, როდესაც თქვენ ყვავილების გარემოცვაში ხართ და მომენტალურად ზედმეტი ყურადღება მიიქცია ამ ყვავილებმა და რაღაცა ჩაფიქრდით ამ ყვავილებთან ყოფნის დროს. ეს მხოლოდ ამ დროს ხდება ხოლმე, მეგობრებო, ყოველთვის არა. და არა, შიზოფრენია არ გაქვთ. თუ ყვავილები გელაპარაკებიან. ხო, აქედან გამომდინარე, ნუ შეგაშინებთ ასეთი რაღაცეები, ის ეგზისტენციალური კრიზისის გამო არ არის, არც იმის გამო, რომ გაგიშდით და არც იმის გამო, რომ რაღაცა ნამეტანი გადაკაჩვა მოგივიდათ, ხო, არაფერი მეგობრებო, არც ბევრი არ მოგიწევიათ, ყვავილები ნამდვილად ლაპარაკობენ. ყველა მეთოდი უკვე გამოვრიცხა თქვენს გონებაში, რა შეიძლება რომ მოსულიყო, ასე რომ თუ რამე გამოვრჩა, თუ გინდათ ეგეც დამიწერეთ, მაგაზეც იფარჩუხეთ. კარგი. რჩევაში ამოდის ცეკვა. ალბათ გაგიკვირდებათ, რატომ უნდა ვიცეკო, ამდენი არ მომიწევია. არა მეგობრებო, ამდენი არ მოგიწევიათ, მაგრამ ცეკვა არის ძალიან კარგი საშუალება იმისათვის, რომ ნეგატიური აზრები პოზიტივით შევცვალოთ. აი, ცეკვა შეუძლია, რომ მომენტალურად შეცვალოს ჩვენი ხასიათი. შესაბამისად, როდესაც ხასიათი ერთი ნიუანსით მაინც იჭერს პოზიტიურ ენერგიას, მთლიანად მასში გადადის ხოლმე. ამიტომ ძალიან კარგი იქნება, თუ ინტროვერტი ხართ, კი ბატონო, მარტო ოთახში შეგიძლიათ იცეკვოთ, წახვიდეთ რამე ისეთ ადგილას, სადაც უბრალოდ კარგ დროს გაატარებთ, ხო? და დაგეხმარებათ მდგომარეობიდან გამოსვლაში. გადით, მეგობრებში შეერიეთ, გამოელაპარაკეთ ხალხს, გამოდით გარეთ, გაიხსენით სამყაროს საზოგადოებას, ხო? არის აუცილებელი, რომ მაინც და მაინც ყოველს გული გადაუშალოთ, მაგრამ ერთი კარგი გართობა, მოკლედ, კარგი წამალი იქნება თქვენი პრობლემის. ძალიან საინტერესო გაშლა იყო, ვფიქრობ, დამიწერეთ რამდენად რეზონირებს ეს ყველაფერი თქვენთვის. პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ Instagram-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ზე პირად შეტყობინებაში. საბოლოო ჯამში თქვენი გაშლა რომ შევაჯამოთ, მთელი აი ეს რჩევათა კორიანტელი, რაც შეგიძლიათ აიღოთ აქედან, არის ის, რომ გამოდის თქვენი კომფორტის ზონიდან და ცოტა გარეთ შეერიეთ ადამიანებს იმისათვის, თუ გსურთ, რომ თქვენი რეალობა შეიცვალოს დადებითი მიმართულებით. გისურვებთ წარმატებებს, მადლობა სიხდით სამივე ვარიანტს ყურადღებისთვის.
და არ დაგავიწყდეთ კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ ჩემი არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება. ძალიან დიდ მადლობას ვიხდით ყველას ყურადღებისთვის და რაც ყველაზე მთავარია იმ აქტივობისთვის, რომელსაც წინა ორ ვიდეოში იჩენდით ჩემი ვიდეოების მიმართ და ძალიან მიხარია რომ იფასდება ჩემი შრომა. Რაღაც დაგიმალოთ, იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის სრული ბედნიერება თქვენთან ვიყო აქტიურად ჩართული, თქვენი მხრიდან მიყევდა ფიდბექებს და ეს ჩემი ლომის ხასიათს კიდევ უფრო ზრდის და კიდევ უფრო ბედნიერი სიმხდის და მოვარდისფრებს. არა ვარდისფრის ხალხი თაკე. ხო, კიდევ ერთი ლომი არ ვარ, ქალწული ვარ ზოდიაქოთი. არის ასე არ გაიგოთ, უბრალოდ ლომის ხასიათი მერთობი მაშინ როდესაც იტკები ვარდისფერი ფერის ხასიათზე და ეს ძირითადად ხდება ხოლმე აგვისტოში. არ ვიცი რატო ხდება ეს ყოველთვის აგვისტოში, მაგრამ ხდება აგვისტოში. ანუ არ ვიცი რატო, მართლა, მის არ მოხს ამაზე პასუხი. შეიძლება ტარო გავშალო მაგაზე. მადლობა სიხდით ყურადღებისთვის, მე კი დაგემშვიდობებით, პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ Instagram-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ზე პირად შეტყობინებაში, ან პირდაპირ დაჯავშნოთ ჩემთან კონსულტაციას Tarrum's მეშვეობით, რომელიც მითითებული იქნება აღწერაში ყველანაირი ტიპის ლინკის საშუალებით. თუ კი გექნებათ სურვილი ჩემი დასპონსორების, რაიმე ტიპის რეკლამების გამოგზავნა თუ დაგჭირდებათ, რაც გინდათ რომ დავარეკლამო ჩემს YouTube-ზე, ან გექნებათ სურვილი რომ იზრუნოთ ჩემს მიკროფონზე, ძალიან მადლიერი ვიქნები ამისთვის, იმიტომ რომ თქვენ კიდევ უფრო მეტად გაალამაზებთ ჩემს კონტენტს, მიხვდებოდით რომ მე ვარ მრავალფეროვანი ტაროების მოყვარული, კოლექციონერი ვარ. შესაბამისად, თუ კი ტაროს მაღაზიები დამიკავშირდებით და გამოხატავთ სპონსორობის სურვილს, დიდი სიამოვნებით ვიქნები მუდმივად თქვენი სპონსორი. Რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი მხოლოდ, ერთჯერადი მოსულა, მაგრამ თუ მხოლოდ ერთჯერადი არ იქნება, ну, ოკეი. მისაღებია ეს ფაქტორიც ნამდვილად, იმიტომ რომ სადღაციდან აუცილებლად უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ თქვენს გაიზარდოთ, მეც გავიზარდო და მოკლედ ყველანი გავიზარდებით. დღეს ძალიან სასაცილო ხასიათზე ვარ, ზემაყენებს ხოლმე ასეთ ხასიათზე, რამოდენიმე დღის წინ მზის დარტყმა მივიღე და შეიძლება ამის ბრალია. მოკლედ იმედია თქვენს გაგახალისეთ, მეც გავხალისი და პოზიტიურ განწყობაზე ვარ და ჩემი ვარდისფერი ხალათით. დაგემშვიდობებით დროებით.